გელათის მონასტერი, რომლის მრავალწლიანი რეაბილიტაციაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2020 წელს დასრულებულად გამოაცხადა, ახლა ასე გამოიყურება. გელათის მონასტრის სარკმლებში გაყრილი რკინის ბოძები ყველაზე უკეთ გამოხატავს აქ არსებულ ვითარებას. ისევე როგორც აღწერს ქართული ოცნების ფსევდოპატრიოტულ, ფსევდორელიგიურ, ფსევდოისტორიულ, კულტურულ სახეს. გელათი ახლა 2020 წელს ვითომ დასრულებული რეაბილიტაციის პროცესის შემდეგ გამოვლენილი კატასტროფის აღმოფხვრის მცდელობის ეტაპზეა. ეროვნულ სენტიმენტებზე, კულტურაზე და ისტორიაზე აპელირებაში მოღლილ ოცნების თავკაცებს ახლა გელათზე ყურადღების გამახვილება არც უნდათ, არც აინტერესებთ და არც პოლიტიკურად აწყობთ. არ აწყობდათ მაშინაც, როცა 2020 წელს რეაბილიტაცია დასრულებულად გამოაცხადეს და 9 საუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას ხელი არ შეუშალეს. იმის გამო, რომ პოლიტიკურად არ დაზიანებულიყვნენ. ოცნების პოლიტიკური ქულების არ დაკარგვის საფასურს ახლა გელათი საკუთარი საუკუნოვანი ფრესკებით, კედლებითა და სარკმლებით იხდის. 20 წლის ივლისის თვეა, როდესაც უკვე გამოვლენილია აშკარა თვალშისაცემი წუნი რეაბილიტაციისა, რომელსაც რამოდენიმე თვეში და აქ დრო საკმაოდ გაიწელა. სახელმწიფო უკვე ამ ბრძოლის შემდეგ არქმევს ხარვეს რეაბილიტაციაში. და ამბობს, რომ რესტავრაციას, რეაბილიტაციას, კონსერვაციას ახლავს ხოლმე ასეთი ხარვეზები, რაც გამოხატეს მაშინ ციფრებში ჯერ შემდეგ რიცხვებში 2%-იანი წუნიდან გადავიდნენ 16%-მდე, რომ თითქოს ეს იყო მხოლოდ პროდუქტის, იმ შემთხვევაში კრამიტის ზიანი, გამოცვლიდნენ ამ კრამიტს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. არა და მაშინ უკვე თვალშისაცემი იყო, რომ ეს არ იყო მხოლოდ პროდუქტის წუნი, ეს იყო მეთოდოლოგიის, მიდგომის წუნი და იმ სამუშაოების არასწორად ჩატარების წუნი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა და კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რაც ახლა ძირითად ტაძარზე და წმინდა გიორგის ეკლესიაში გამოხატულია პრობლემები, იყო 2015-დან 2020 წლამდე გაწეული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რეაბილიტაციის სამუშაოს შედეგი. სინამდვილეში რეაბილიტაცია შეიძლება გადავთარგმნოთ ტერმინად განადგურება, კატასტროფა, დაზიანება და ეს 5 წლის მანძილზე ხდებოდა პრაქტიკულად მუხრჩაუხრელად ამ ეზოში. თითქოს მთელი ერი რომ ველოდით, რომ დასრულდებოდა წარმატებით ამ ხანგრძლივი მრავალწლიანი რესტავრაციის პროცესი, აღნიშნავს სინამდვილეში ეს ყოფილა დაზიანების პროცესი, რომლის აღიარება სახელმწიფოს მხოლოდ ერთი მიზეზით გაუჭირდა, რომ ეს იყო დაკავშირებული პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მათ დღის წესრიგთან, მოტივებთან, რომ იმ მომენტში მორჩენილი რეაბილიტაცია არ შეიძლებოდა მათი აზრით, ასე ვთქვათ, აღიარებული ყოფილიყო, როგორც სინამდვილეში დაზიანება. კატასტროფა მაშინ გელათში არავინ აღიარა. კარგა ხანს საკითხი მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დონეზე განიხილებოდა. მინისტრი ჩხენკელი, რომელიც გელათზე საჯაროდ არ და ვერ პოზიციონირებდა, მაშინ წულუკიანმა ჩაანაცვლა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გელათის პრობლემების შეფუთვა იყო. მისი მოსვლის შემდეგ პროცესი მთლიანად დაიხურა. ინფორმაციას გარეგანი დაკვირვების შედეგად მხოლოდ დაინტერესებული ადამიანები ვრცელებდნენ. ასე აღმოაჩინა ევროპა ჩვენი სახლიამ, როგორ მიმდინარეობდა სველ კედლებზე გადახატვის, ეგრეთ წოდებული ტონირების პროცესი. ესეც იმის გადასაფარად, რომ თითქოს არანაირ გადაუჭრელ პრობლემას ადგილი არ ჰქონდა. თუმცა დიდი ამბიციებით მინისტრად მოსული წულუკიანისთვისაც კი გელათის პრობლემების დამალვა დაუძლეველი წინაღობა აღმოჩნდა და მალევე პროცესიდან გაქრა. შემდეგი ნაბიჯი კი პროცესის საპატრიარქოსთვის გადაბარება იყო. ავტორიტეტული ინსტიტუციისთვის საქმის გადაცემა პასუხისმგებლობისაგან გაქცევის საუკეთესო შანსი აღმოჩნდა. მე ამას ორ ფაზად ვყოფ. პირველი ფაზა არის არაკვალიფიციურობის არაპროფესიონალიზმის ფაზა და ამის შემდეგ იწყება უკვე ეს პოლიტიკური ფაზა, რასაც მე ღალატის ფაზას ვარქმევ, რამდენადაც იცი რა ხდება გელათში, იცი რომ ყოველი წამი არის ძვირფასი, ფასეული, იცი რომ თითოეულ წუთს მნიშვნელობა აქვს არსებულის გადასარჩენად და შენ უბრალოდ იმის გამო რომ რეპუტაცია უფრო ღრმად არ შეგელახოს, ამას ფუთავ ცდილობ რომ არსებული რეალობა შენი შემოთავაზებული რეალობით ჩაანაცვლო. სცენარის შემცველი პუბლიკა შოქშია, ყველაფერი ქართული, ნამდვილი ქართული. მუდმივად ყანწ მომარჯვებული ქოცისთვის რომ რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე 9 საუკუნის გელათი, მართლაც გასაოცარი ამბავია. აი ისეთი მხოლოდ ევროპას კი არა, მთელ სამყაროს რომ გავაოცებთ. ფაქტი ჯიუტია, თორე ამად გულზე მჯიღის ცემის შემკურე, როგორ უნდა დაიჯერო ადამიანმა, რომ ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობას, რელიგიას და პატრიოტიზმს საკუთარ პოლიტიკურ კეთილდღეობაზე გაცვლიან ოდესმე. მოგვიხმობს პარტია აგუნდება მთავარი საქართველოს გავბართ დაუმარცხებელ ქართულ ხალხს გავბართ საქართველოს უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა ეს არის ჩვენი მიდგომა არ დაუწყოთ
არც საკუთარ მოქალაქეებს, არც საკუთარ ქვეყანას არავის და საქართველო იქნება გამარჯვებული. ჩვენი ქვეყანა იქნება გამარჯვებული. აქ ყველაზე ძლიერად ისმის ქვეყნის გულისცემა. აქ ერთიანდება ჩვენი წარსული და აწყო. აქ იწერება ჩვენი ისტორია. მაგრამ რაც თავარია, უარი არ თქვით ჩვენ წარსულზე და უარი არ თქვით ჩვენ ძალიან ღირსეულ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე. ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულებების მოდარაჯე. მსველი ქრისტიანული წამსისა და შესაბამისად ვართ მსველი უმთავრესი ფასეულობის ადამიანის სამშობლოს, წმენას, თავისუფლებას, საქართველოს მოსახლეობა არ დათმობს არასდროს. მამული, ენა, ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, ილიას საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართულ ცნობიერების ჩარჩოს. 2030 წლისთვის ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, მხოლოდ ღირსებით, ქრისტიანობის, ეკლესიისა და მორალის პატივისცემით, დამოუკიდებლობითა და სუვერენიტეტით. საქართველოს გამარ! 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 Velo, Sakartvelo, Sakartvelo. მართლა შეიძლება გული აგიჩქარდეს ადამიანს თუ ინტრიგანი არ ხარ და ამათი მოსმენის დროს მაინც და მაინც ჩამორეცხილ და შეუქცევა და დაზიანებულ გელათზე არ ფიქრობ. ამ სამშობლოზე მჭმუნვარეთა ორდენის კავალერებიდან გელათში მხოლოდ 2 მათგანია ნამყოფი. თითო-თითოჯერ. ეთყობა გული ვერ უძლებს გელათის საცოდაობის ყურებას, ვერ გაამტყუნებ. მართლაც მძიმე სანახავია აქაურობა. არც ერთი პრემიერი ღარიბაშვილამდე გელათში არ ჩასულა. ღარიბაშვილი მოვიდა მას შემდეგ, რაც მან მოიარა იორდანია, ხო, სადაც გასანათლს აწყობდნენ. ჩვენ აქ გელათი პირდაპირ მნიშვნელობით თავზე გვემხრობოდა, ყოველდღიურად კრებდით ნაწილაკებს, რომლებიც ხატრობიდან დღესაც ცვივა და ამ დროს პრემიერ-მინისტრი, როცა მთავარი გამოწვევა ამ სექტორში გაქვს შენ გელათი, და არა მხოლოდ სექტორში, მე მგონია, რომ დღესაც ერთ-ერთი თუ კი არსებობს რაიმე ნუსხა პრობლემების, პირველ სამეულში მე მგონია, რომ უნდა იყოს გელათი, ამას იმსახურებს, რომ იყოს გელათი შეტანილი. და მხოლოდ ამ იორდანეს მოვლის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე სახელმწიფო გადის, როგორც პასუხისმგებელი რგოლი ამ საქმიდან, შემოდის ღარიბაშვილის საპატრიარქოსთან ერთად. ის ერთადერთხელ არის აქ ნამყოფი და მაშინ მოვიდა საპატრიარქოსთან ერთად, როდესაც გადაფორმება მოხდა აი ამ გადაბარებისა, ამ როქისა, რომელიც მაშინ განხორციელდა. ამის შემდეგ კიდევ ერთი პრემიერი ეწვია ყობახიძე ამ შემთხვევაში. გელათს ის უკვე ამ ყველაფერ ფსევდოსთან ერთად პრემიერიც გარკვეულწილად თვითმარქვია არის, ამ სტატუსით მოვიდა აქ. ზუსტად 2 კვირის წინ იყო ის აქ. მაშინ სვლაგეზი მისი შემოიფარგლებოდა იმერეთის მუნიციპალიტეტების დათვალიერებით და გარკვეული პროექტების გახსნით. აღმოვაჩინეთ დღის ბოლოს, რომ მას გელათი უბრალოდ არც უხსენებია. ანუ ვერც გარისკა ის, რომ აი ამ ფსევდო რელიგიურ პოპულიზმში, რაც მათი ყოველდღიურობაა, გელათი რაიმე ფორმით მოექცია. ეს ერთის მხრივ ხაზს უსმავს გელათის დღევანდელი მდგომარეობის ძალიან სიმძიმეს და მეორეს მხრივ იმას, რომ მათ ბევრი მცდელობის მიუხედავად ეს პოპულიზმი გელათს ვერ უარგეს. პრემიერების ექსკურსიების ფოტოების გამოდებაში დახელოვნებულ მთავრობის სტრატკომს ირაკლი ყობახიძის გელათში ვიზიტის ამსახველი ერთი ფოტოც კი არ გაუსაჯაროვებია. სარკმელში რკინის ბოძებ გაყრილი გელათის ფონზე მდგომი პრემიერი პოლიტიკურად დიდი ვერაფერი ქულების მომტანია. მანამდე ბევრჯერ აუარეს და ჩაუარეს გვერდი გელათს ყობახიძემ და დანარჩენებმა, მაგრამ მაინც ვერ გაექცნენ. იმერეთის ტურნეს ფარგლებში საარჩევნოდ პიკენტიას საქაბაბედან რომ დებდნენ ვიდეოებს, იქაც გელათი დახურებდათ თავზე. ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მაინც ვერაცდა ყობახიძე გელათთან ერთად ერთ კადრში მოხვედრას. ისევე როგორც ვერაცდება ვერავინ და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვისაც მინიმალური წვლილი მაინც მიუძღვის გელათის განადგურებაში. ტაძრის ახლანდელი მდგომარეობა, რომლის ბედიც კვლავ გაურკვეველი და ბუნდოვანია, ოცნების ვაი ქართველობისა და გამოგონილი ცრუ პატრიოტიზმის საუკეთესო მაგალითია. თუმცა არა ერთადერთი. გელათამდე ქართველი ერის უბედურების შემოქმედმა კაცმა, რომელსაც სადღეგრძელო და ცრუ პატრიოტიზმიც კი არ გამოსდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საყდრისია აფეთქა. საქართველოს გამარ! გამარ! გამარ!
სავალალოა მდგომარეობა სხვა უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემთხვევაში და მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებშიც არ არის საქმე. პირადად მე სადაც ყოფილი ვარ, უამრავ ძეგლთან მქონია შეხება ბოლო დროს და ძალიან დაინტერესებული ვარ იმით, რომ ნახოთ თუ რა სად რა მოხდა, სად რა გაკეთდა და ყველგან ეს სიტყვა გაკეთდა ბჭყალებში უნდა ჩავსვათ, იმიტომ რომ პრაქტიკულად არსად სადაც ქართული ოცნების ხელი შეეხო კულტურულ მემკვიდრეობას, არსად არ არის შესაბამისი შედეგი, ის შედეგი რაც თავიდან გათვლილი იყო. Შემიძლია ჩამოთვალო ეს ნიკორწმინდის შემთხვევა შეიძლება იყოს, ყინწვისის შემთხვევა შეიძლება იყოს, უნიკალური ძეგლის. ვიცით რომ პრობლემებია მცხეთის ჯვარზე, ქოროღოს ციხე საერთოდ კოშკი მოანგრიეს. შეიძლება ჩამოითვალოს არაერთი ძეგლი ირგვლივ, თუნდაც გელათში, სოხასტერი, ელიას ეკლესია. ეს უბრალოდ ახლა კონცენტრაცია მთელი მიდის წმინდა გიორგისზეც არა. ძირითად ტაძარზე. იგივე შეიძლება ითქვას წმინდა გიორგის ეკლესიაზე, ხო? აღმოჩნდა ორი თანაბარი მნიშვნელობის პრობლემების მქონე ძეგლი ერთ ეზოში, ასე რომ ვთქვათ, ერთ მონასტერში, ყურადღება გამახვილებულია ძირითად ტაძარზე, საერთოდ არანაირი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია, რაც მათ აქვთ, აღებული არ ვრცელდება მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ამ სფეროზე, ვრცელდება ნებისმიერ მიმართულებაზე, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ირგვლივ წარმოგვიდგინოთ. ეს თავისი ნარატივის შეთხზვა და ცდელობა, რომ საზოგადოებამ ის მიიღოს როგორც მოცემულობა, როგორც არსებული რეალობა, ხო? მე ახლა არ მინდა დამავიწყდეს და მინდა გავიხსენო გასული წელი, რომელიც იყო 100 წლის თავი ანტისაბჭოთა აჯანყებიდან. რა შეიძლება იყოს უფრო მეტად საამაყო და ყოფილიყო 1924 წლიდან 100 წლის თავზე 2024 წელს თუ არა ანტისაბჭოთა აჯანყება და ამაზე საუბარი. ნორმალურ ქვეყანაში ერთი და ორი დღე კი არა. ამ მოვლენას მიეძღვნებოდა მთელი წელი. ხო, ამაზე ისაუბრებდა ერი როგორც საამაყო ამბავზე, რომ 100 წლის წინ მოხდა აჯანყება, საყოველთაო აჯანყება, ანტისაბჭოთა გამოსვლები და ამას შეეწირა უამრავი ადამიანი. ერთი კვირის მანძილზე 3000-მდე ადამიანი არის დახვრეტილი. ამ ფაქტს უბრალოდ პოსტითაც არ გამოეხმაურა ქართული ოცნების ხელისუფლება, როცა ვიცით, რომ პოსტების გავრცელება მათ ნამდვილად არ უჭირთ. კონსტიტუციაში ასევე ჩავწერეთ, რომ ქართული მიწა-უწყოელებზე არ გაიყიდება. გახსოვთ ეს თქვენ ძალიან კარგად ყველას. კონსტიტუციისა თუ სხვა კანონების სათავისოდ მორგება გამოყენებაში მამუკა ძლიერია. დანარჩენებიც. ქართული მიწა არ იყიდება, მაგრამ მისი ქოცური გასხვისება ინვესტიციის სახელით და ქულების დასაწერად თურმე შესაძლებელი ყოფილა. ამ მიზნით ახლა კობახიძე და დანარჩენები ლამის ყოველ მეორე დღეს ემირატებში დარბიან. აბსურდულ და თითქმის შეუძლებელ ინვესტიციებს აპიარებენ და პერიოდულად საქართველოს დროშის სფერებში განათებული შენობების ფონზე საპიარო ფოტოებს იღებენ. თავიდან ბოლომდე რკინაში ჩასმული გელათი ამისთვის არ გამოდგება. მართლა ძალიან მაგარია. მეგობრებო, ძალიან მიხარია თქვენს გიზიარებთ ამ სიხარულს. ქვეყნის ისტორიული კურსის ცვლილებაზე და ევროპელი ტურისტების გაქრობაზე აქ ვრცლად აღარაფერს ვიტყვი. როგორც ბიძინა იტყო და ამას უკვე მოქალაქეც და ბიზნესიც საკუთარ ჯიბეზე გრძნობს და გამოხატავს კიდეც. თუმცა ოლიგარქს დაქვემდებარებულ მარიონეტებს ყველაფერზე აქვთ პასუხი. ასე მაგალითად, ჯავშნების კლებით შეწუხებულ ბიზნესს ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი არ წმუნებს, რომ ტურისტები კი არ შემცირდა, არამედ ოთახების მიწოდება გაიზარდა. ანუ თავად ოთახის პატრონს უხსნის, როდის რამდენი ოთახი აქვს და ტურისტი ყავს. საქართველოს გავმარ! 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 გარეჯი რომ საქართველოს ამ პროპაგანდისტული მესიჯით ხალხის ეროვნულ სენტიმენტებზე მანიპულირებისთვის ივანიშვილმა ორი ადამიანი ციხეში ჩასვა. ახლა ამის ყოველ თვეში ალიევთან მორბენალი პრემიერებისათვის ეს საკითხი აქტუალური აღარ არის. აქტუალურია მხოლოდ სადღეგრძელოები, ეროვნულობაზე, ვაჟკაცობაზე, სამშობლოზე. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის ის, რომ ევროპის სოციალისტური პარტიის ალიანსის წევრი ქართული ოცნება 2012 წელს უცებ მოგვევლინა კონსერვატიული, რელიგიური, ქრისტიანულ-ორთოდოქსალური რელიგიური და სხვა ფასეულობათა პირზე ქაფმომდგარ დამცველად. შესაბამისად, ეს ძალიან ცნობილი რამ არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ პატრიოტიზმი ნაძირალათა უკანასკნელი თავშესაფარია.
იქ სადაც ნაძირლები პატრიოტიზმს თავშესაფრად იყენებენ, იგივე ნაძირლები ნამდვილ პატრიოტებს სამშობლოს სიყვარულისთვის სამაგალითოდ სჯიან. ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. ის წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან. ქათამაძე უკვე 31 დღეა იზოლატორში შიმშილობს. შიმშილობის 36 დღე შეუსრულდა დღეს მზია ამაღლობელს, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმის გამო იმყოფება, რომ ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს ირაკლი დგებუაძეს მისი სილის შემდეგ თურმე ლოყა გაუწითლა და ტკივილი განიცადა. ასეთია ქოცური ქართველობა და ვაჟკაცობა. პატრიოტიზმზე გამახსენდა 4 საუკუნის წინ შაჰ-აბასის მიერ გადასახლებულ ფერეიდნელ ქართველებს ეთყობა პატრიოტიზმს უწუნებს ივანიშვილის ხელისუფლება და მაგიტომ არ აძლევს არათუ მოქალაქეობას, ბინადრობის უფლებასაც კი. 4 საუკუნის განმავლობაში უცხო მიწაზე მშობლიური ენის შენარჩუნება რომ მოახერხეს, ამ ხალხზე მეტი პრივილეგიებით დღეს ოკუპანტი ქვეყნიდან გადმოსული მოქალაქეების სარგებლობენ და ამ პატრიოტი მაინც ამდენი ეროვნული უსამართლობის შემოქმედი ოლიგარქი ბიძინაა. რამდენი რამე ჩამოვთვალო, ჩვენმა ცრუ პრემიერმა ჰამასის ლიდერებთან ერთად თეირანში გასეირნება კი მოახერხა, მაგრამ როცა სირიაში ხელისუფლება შეიცვალა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღების შესაძლებლობა გაჩნდა, ფორმალურადაც კი არ მიუმართავს საქართველოს ხელისუფლებას. სამაგეროდ ერთიან საქართველოსზე რამდენ სადღეგრძელოსაც გინდა იმდენს გეტყვის ქოცი. ოღონდ საქმე არ მოთხოვო. გაუმარჯოს ერთიან, თლიან, დამოუკიდებელ საქართველოს. საქართველოს გაუმარ! 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 ყველაფრის ფონზე პროპაგანდა არ ცხრება. ეროვნულობა ქართული ოცნების მთავარი ხელშესაჭიდია ახლა. დაპირებებ გამოლეულ ოცნებას ენა, მამული და სარწმუნოება დარჩა. და ამ ფსევდოპატრიოტიზმით უნდა გაბლაროს და გადაფაროს ყველაფერი, რაც საზოგადოებას რეალურად აწუხებს. ამჟამად მიმდინარეობს როგორც ეროვნულ ცნობიერებაზე, ისე ეროვნულ არაცნობიერზე სისტემატიზირებული დაგეგმილი შეტევა. ძალიან კარგად იციან ყველამ საქართველოში, რომ ეხლა წყდება საქართველოს მეორე რესპუბლიკის ბედი. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ 1918-21 წლებში როგორ დაასრულა თავისი არსებობა ჩვენ ყველას გვახსოვს. ეხლა საპირწონეზე არ ადევს, არც არჩევნები, არც ვისი ღრმატპატივცემული გვამი დევს რომელიმე საზღვარგარეთში. თქვენ წარმოიდგინეთ არც ბიძინა ივანიშვილის და მისი საგრადა ფამილიას მატერიალური და ფინანსური კეთილდღეობა. აქ საპირწონედ დევს საქართველოს მეორე რესპუბლიკის, რომლის ჩამოყალიბება ყველა ჩვენთაგანმა სისხლით და ოფლით დავიწყეთ 1988-99 წლების მოვლენების დროს, როდესაც მივიღეთ ისევ და სისხლით და სამწუხაროდ სამოქალაქო დაპირისპირებით 1992 წელს დამოუკიდებლობის სახით, აი ამ სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას. იმიტომ რომ მე დარწმუნებული რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა როგორც ინტუიციურად, ქვეცნობიერად, არაცნობიერად, ისე ცნობიერად ამას გრძნობს, ერთადერთი გამოსავალი უზურპაციული ხელისუფლებისათვის ეხლა ეროვნულ და რელიგიურ სენტიმენტებზე აპელირება არის. სხვანაირად ისინი ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ჩვენ ვერ დაუთმობთ სამშობლოს უსამშობლო ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ უცხოელი აგენტები, არამედ ქართული კულტურისა და ღირსებისთვის სრულიად შეუფერებელი უსამშობლო ადამიანები არიან. უსამშობლოები, რომელთაც არც წამთ, არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის. აი ესეთების სია უნდა გაკეთდეს. ვითომ ეროვნული სენტიმენტების წინ წამოწევის პარალელურად მეტი ეფექტისთვის აუცილებელი არის სიძულვილის ენის აქტიურად გამოყენება. მტკიცება იმის შესახებ, რომ ქოცის გარდა ყველა უსამშობლოა. დააბრალეს სხვას ის, რაც თავად ხარდა, ასე გადიფონს. ასეთია ქოცური მორალი. ქვეყანას თავად მოუსპეს მომავალი, გელათი თავად ჩამოანგრიეს და უსამშობლო მაინც ისაა, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებს და არ ეგუება. 1947-49 წლები. იოსიფ ბესარიონის ძე სტალინი. Безродные космополиты. ეს იყო მისი ტერმინი, ზუსტად ესე ეძახოდნენ ებრაელებს საბჭოთა კავშირში, безродные космополиты. ამათ აიღეს და ეგრე გადმოიტარგმნეს. უსამშობლო მოღალატეები. ამჟამად ჩვენ ვართ პარანოიის გავრცელების ეტაპზე. მასობრივი პარანოიდალური აზროვნების ინკორპორაცია აუცილებელია ამდაგვარი რეჟიმებისათვის, იმიტომ რომ მხოლოდ სიძულვილის ენა უკვე აღარ მუშაობს. აქაც კლასიკოსები. ბოლშევიზმისა ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი.
ვლადიმერ ლენინმა დაიწყო ძირს მეფე, ძირს მღვდელი, ძირს ბურჟუაზია, გავწყვიტოთ ეს კლასობრივი მტრები, იმიტომ რომ ისინი სისხლს წოვდნენ პროლეტარიატს. გამოხდა ხანი, მოახოლოვდა 30-იანები და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხალხის მტრები ყავს, ტროცკისტები, ყველას გვახსოვს 1927 წელს რა ხდებოდა. ამ ქვეყანას ძალიან კარგი კოლექტიური მეხსიერება აქვს. ამიტომაც სიძულვილი სენის ტრანსფორმაცია პარანოიდალურ აზროვნებაში და პარანოის მასობრივად გავრცელებაში ეს საყოველთაოდ აღიარებული ტოტალიტარული სახელმწიფოების განვითარების ეტაპებია. საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით ამით შევიდა დავით აღმაშენებელი ისტორიაში და დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა განასახიერებს იმ პოლიტიკურ მიდგომებს, რომელიც ქონდა დავით აღმაშენებელს, არის სწორედ ქართული ოცნება. შალვა აღმაშენებელს კი ედრება, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ დავითის გარდაცვალების 900 წლის თავი აღენიშნათ. თან აღმაშენებლობას იჩემებენ და თან 900 წლის თავზე დავითის ერთ-ერთ მთავარ ქმნილებას ანადგურებენ. სულ რამოდენიმე დღის წინ გავიდა 900 წელი დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან. 900 წელი არის ისეთი თარიღი, რომელიც ჩვენს არსებობის მანძილზე ვეღარ განმეორდება, აი ასეთი სიმბოლური თარიღი, ხო? 800 წელი ჩვენ ვერ მოვესწარით, 1000 ვერ მოვესწრებით. შესაბამისად, ამაზე უნდა ყოფილიყო წლებით ადრე გათვლა, თუ როგორ შეიძლება მიეგო პატივი ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ერს. და რა თქმა უნდა, აქ უნდა იგულისხმებოდეს მისი ესე ვთქვათ წარმომადგენლები, უმაღლეს ხელისუფლება, რომელიც ახლა ამაში არ იგულისხმება, ხო, ყველასთან ხვდებით. 900 წელი დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან. გაიგეთ სადმე ვინმე რამე თქვა, რაიმე კონფერენცია ჩატარდა თუ ვინმე რაიმე ამ მოვლენას რაიმე ქმედითი და აღსანიშნავი მიუძღვნა. მე არ გამიგია, მე ვნახე უმაღლესი ხელისუფლების ეგრეთ წოდებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოსტები, სადაც ისინი ქარდებს დებდნენ ჯოულ სტილში, გილოცავთ დავითობას, აი ამ ორი სიტყვით. საკმარისია განა ეს, როცა ჩვენ საუბრობთ ქართულ კულტურაზე, რელიგიაზე, როცა ვსაუბრობთ განათლებაზე მათ შორის, უამრავი რამის კერა იყო 900 წლის წინ, 9 საუკუნის წინ გელათი და მე ვიტყვით ამამად, რომ დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია. შესაბამისად, ამ თარიღის ასე თითქოს ყოველ დღე იქნება გატარებაც, წესით მოაზროვნე ადამიანს, გონიერ ადამიანს უნდა მეანიშნებდეს იმაზე, რომ ამათთვის პატრიოტიზმი, რელიგიურობა, კულტურა, ისტორია, ესენი მხოლოდ სიტყვებია, ამათ უკან არაფერი არ დგას. ყველაფერი, რასაც ქოცი ამბობს, მხოლოდ სიტყვებია. დაპირებები მხოლოდ სიტყვებია, პატრიოტიზმი მხოლოდ სიტყვებია, ეროვნულობა მხოლოდ სიტყვებია, ღირსებით რომ ევროკავშირში შევალთ მხოლოდ სიტყვებია. მეოთხე წელი რომ საუკეთესო იქნებოდა ეგეც, სიღარიბე რომ აღმოიფხრებოდა, ემიგრანტები რომ დაბრუნდებოდნენ, სამუშაო ადგილები რომ შეიქმნებოდა, ადამიანი რომ მთავარი ღირებულება იქნებოდა. ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია. ჩვენ გვპირდებით რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულება იქნება. ეს ლამაზი სიტყვებიც მხოლოდ სიტყვებად დარჩა. ადამიანის უფლებების დაცვაზეც კი აღარ არის საუბარი. წლებია პასუხისმგებელი პირების გულგრილობას, უპასუხისმგებლობას თუ კორუფციას ბავშვების სიცოცხლე ეძირება და არასდროს ამაზე პასუხს არავინ აგებს. ოცნების ქალაქის მშენებლობის ადგილზე თხრილში ჩავარდნის შედეგად დაღუპული 2 ბავშვის სიკვდილიც სტატისტიკას დაემატა. ისე როგორც ბარბარე რაფალიანცის სიკვდილით თავის დროზე. ცარიელ სიტყვებს კიდევ აიტანს ადამიანი ამ ყველაფერს ტრაგედიები რომ არ ემატებოდეს ზემოდან და ყველაფერი იმას მოასწავლებს, რომ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი ბევრად უფრო უარესად იქნება. სანამ ოლიგარქის ხელისუფლება ბოგინობს ამ ქვეყანაში, არც ქვეყნის მდგომარეობა გამოსწორდება და არც გელათის. გელათი ზუსტად იმის მინიმოდელია, თუ რას უშვება ივანიშვილის საქართველოს და ჯერ კიდევ გვაქვს დრო, სანამ ბოლომდე ჩაუსვია ეს ქვეყანა რკინის გისოცებში. და რადგან არც აღმაშენებელს ეშვებიან და არც გელათს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც იდეალურად ერგება ქართულ ოცნებას და ეს გელათის 5 წლიანმა და ქოცების მმართველობის 13 წლიანმა ისტორიამ ზედმიწევნით დაადასტურა. გუდი ძაღლისა არ განიმართების არცა კირჩხიბი მართლად ვალს. საქართველოს გავმარ! 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 საქართველოს! საქართველოს!